მოგესალმებით, მეგობრებო, ასციდენტზე ვაგრძელებ ვიდეოების ციკლს. წინაზეც ვისაუბრე რა არის ასციდენტი, რას მართავს ჩვენს ცხოვრებაში. წინაზეც ვთქვი და მაინც გამემეორებ ახლა რომ ასციდენტი ეს არის მთავარი რუკაში პირველი რასაც უყურებთ, ეს არის ინფორმაცია ადამიანზე, პიროვნება როგორი არის, როგორი ენერგეტიკული სტრუქტურა აქვს, აი ესეთ პირდაპირ სხეულში რა ენერგეტიკული სტრუქტურა აქვს, როგორ გამოხატავს თავს და ეს არის დაბადების ის წერტილი, რა დავინახეთ პირველი, რა დავიბადეთ, ხო, რა ენერგია დავინახეთ, რა ენერგია ავიღეთ სამყაროდან, ესე რომ ვთქვათ, ხო? პლანეტებს არ ვამბობ აქ პირველ სახლში. მთავარი არის, რომ ჯერო ასციდენტი ნიშნებში, აი ამაში გავერკვეთ, ხო? მე შემდეგ შემოგთავაზებთ. კი მაქვს ადრე ვიდეოები სახლებზე, მაგრამ მაინც ჯერ გთავაზობთ ასციდენტი ნიშნებში. ვიცით ჩვენ რომ რა ნიშანშიც ყავს ასციდენტი, პირველ რიგში უყურებთ იმის მართველს, ეს არის ყველაზე მთავარი, კი ნიშანი გვაძლევს იმ შტრიხებს, რაც შეიძლება ადამიანს ვიზუალურადაც ეტყობოდეს, მაგრამ მართველი უკვე მთლიანად ადამიანის სტრუქტურას, ადამიანის თვითშეფასებასაც გარკვეულწილად ვინ ვარ მე, რა ენერგიას ვატარებ ამ სამყაროში, აქ უყურებთ უკვე ნიშანს და მართველს ერთად. მართველი რომელ ნიშანში დგას და რომელ სახლში. აი აქ ვიცი ცოტა ერკვევით ასტროლოგიაში მიხვდებით უკვე რომ მთავარი ეს არის ვინ არის პიროვნება, უყურებთ ასციდენტს ნიშანში და მერე იმის მართველი რომელ ნიშანში რა ასპექტებში არის და რომელ სახლში არის, ხო? ეს მთელი უკვე მთლიანი ისტორია არის ფაქტიურად ადამიანზე. პირველი მაინც არის ჯერ ნიშანი ასციდენტის, რომელი ენერგიის მატარებელი არის. ეხლა ჩვენ კირჩხიბამდე მოვედით წინა ვიდეოებში და გადავიდეთ ახლა ლომის ზოდიაქოში ასციდენტი როგორ ავლენს თავს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ჯერ ის რომელ ნიშანში არის მართველი, ჯერ პირველი ასციდენტი ლომში. მისი მართველი არის მზე. ესე იგი ადამიანი გამოხატავს ამ ცხოვრებაში მზეს. ის არის ძალიან ქარიზმატული შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს ხა მზე რა არის, დამინახეთ, ჩანდვარ, წყინა, უნდა ვანათებდე. ეს შეიძლება იყოს მერვე სახლში ან ესეთ მეათე სახლში, თითქოს ეს მართველი და იქ უკვე იცვლება ისტორია, მაგრამ პირველი წყარო, პირველი ენერგეტიკული ვიბრაცია ეს არის, რომ მე უნდა დამინახონ, ან მე უნდა ვანათებდე. ანუ მზეს უნდა ვგავდე. მეორე კუთხით მზე არის ჩვენთან ლოგიკური მამაკაცური ვიბრაცია, ხო? ნაბიჯის გადამდგმელი, ეს არ არის ქალური პლანეტა, ხო? სადაც უფრო პასიურ როლში არის ადამიანი. აქ არის ახლა წინაზე ვთქვი რომ მარსიანული ენერგია თუ არის მაგალითად ასციდენტი ვერძი, ასციდენტი ლომში, ეს ყველაფერი არის ძალიან მამაკაცურ ვიბრაციაში, ნაბიჯის გადადგმა. აქტიური არის ეს ადამიანი, ხო? აქტიურად გამოხატავს საკუთარ აზრს, მაგალითად, აქტიურად გამოხატავს მეს, რაც არ უნდა იყოს იქ და ეს ადამიანი მაინც ჩანს, ლოგიკური არის, აქტიური არის, მამაკაცურად. მამაკაცურს იმას კი არ ვამბობ, რომ კაცს გავს. აქ იგულისხმება, რომ უფრო გამოხატავს მყარად, თავდაჯერებულად თავის ხასიათს. რაც ახლა იქ ქალურ არქეტიპზე რო ველაპარაკოთ, ქალური არქეტიპი არის უფრო მთვარე, უფრო ვენერა, პასიური, როცა ელოდება, ის არ მოქმედებს, ხო, უფრო მომლოდინე პოზიციაში. ასციდენტი ლომი არ არის მომლოდინე პოზიციაში, ის არის აქტიურ პოზიციაში, ის თავად გამოხატავს ინიციატივებს, აღწევენ ძალიან აქტიურად რაღაც მიზნებს, რაც აქვთ ხოლმე, ეს ასციდენტის კუთხით რო ავიღოთ, იმიტომ რომ შეიძლება მთელი რუკა გჭირდება ხო უკვე ადამიანის ცხოვრება რო გავიგოთ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი შტრიხი არის, როგორ აღვიქვა მე ჩემ თავს და როგორ აღვიქვამენ გარემოცვა ამ ადამიანს, ხო, ამავე დროს. აი ეს თემა არის. მარტივი შტრიხები ასციდენტი ლომის რა შეგვიძლია დავინახოთ, ხო? ყველაზე გამოხატული არის, თმები უნდა იყოს ლომივით აფუებული, ესე ვამბობთ ხოლმე, პირველი რაც ხდება თალში, ხო, ლომური ხაც ვიზუალური შტრიხი უნდა იყოს ადამიანზე, უნდა იყოს გამოკვეთილად მაგალითად მხარში გამართული მოძრაობა, ამაყისიარული და აი როცა ვადგენთ ხოლმე მაგალითად დროს, აი გვეჭვება ან ასციდენტი კირჩხიბი არის თუ ასციდენტი ქალწული არის თუ ლომი არის, აი ამ მეებში თუ ვართ, ახლა შეიძლება ძალიან მარტივად შევხედოთ ადამიანს და გავიგოთ ასციდენტი რომელ ნიშანში.
არის, ხო? კირჩხიბი არის უფრო მორცხვი, უფრო ჩაკეტილი, უფრო გრძნობიარე სახით, მაგალითად ასციდენტი ლომი ძალიან ამაყი არის, აი ძალიან თავაწეული არის, ხო? ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს პირდაპირ ურთიერთობაში ცოტა თეატრალურობა, თამაშობდეს, აღარ ეს თამაში არ არის ხელოვნური თამაში, ეს თვითონ არტისტული ბუნება ესე ვიწახით, ხო? სადღაც მოსწონს ცოტა არტისტული ჩართულობა, მაგალითად, და ეს შეიძლება რა გამოვლინდეს როგორ, მაგალითად, იცინოდეს ძალიან ბევრს ადამიანი ხალხში და გამოხატავდეს აი ამ სიცილს, როგორ იცით, აი არტისტულად ასევე რომ ვთქვათ, ხო? აი ცოტა თამაში შედიოდეს ადამიანებთან, ხო? აი არ იყოს ისეთი გულწრფელი, აი შეიძლება ვიყო ახლა სევდიანად, მაგრამ ხალხში როგორც კი შევდივარ სცენაზე გავდივარ და ვიცინი და მხიარულობ. ეს ვარიანტი აქვს ხოლმე ასციდენტ ლომებს, როგორც კი მარტო დარჩებიან შეიძლება ისევ ჩაიკეტონ თავის სამყაროში, ხო? გააჩნია ახლა აქ მერე მართლს, მერე ნიშანს და შეიძლება ასციდენტი ლომში ყავდეს ადამიანს და მზე თევზებში ყავდეს, უკვე სხვა ისტორია არის, ხო? მაგრამ აი ეს ლომური თევზურ ასპექტში მაინც გამოვლინდება სადღაც, ხო? ეს არის თეატრალურობა, პომპეზურობა, მინიმუმ ხრებში გამართული სიამაყე შინაგანი, ხო? რომელიც უფრო თამაში ზოგთან თამაში გადასდის, ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს ხა თუ არის ძალიან დაზიანებული მზე, მაგალითად ან ძალიან მძიმე ასპექტებში, ამასაც გააჩნია, მაგრამ ზოგადად შეიძლება გამოვლინდეს, იცით, როგორი თემა? აი მაგალითად ზედმეტად მამაკაცური იმპულსი, მე მინდა და მორჩა, აი ესეთი ასპექტი, იმიტომ რომ ესეთი მძიმედ ასპექტირებული ხარ. მაგალითად თუ არის ჩემი ასციდენტის მართველი მზე და აქვს კვადრატი სატურნთან, აქვს კვადრატი ნეპტუნთან, ნეპტუნი კიდე არ ბილებს ცოტა, მაგრამ აქვს მარსთან, მარსი კიდე არ აუშავს, მაგრამ მაინც ზედა ძალიან ისეთ გამწევ ენერგიას იძლევა. ურანთან კვადრატი, ანუ მთელ ასპექტებში თუ კვადრატი არის, ადამიანის მზეის ენერგია უკვე არაადეკვატურად გამოვლინდება, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ აი შეიძლება აი ჩემი ეს რაღაცა პომპეზურობა უკვე გამაღიზიანებელი იყოს, ანუ საყვარელი თვილი ლომის ნაცვლად ვიღებთ ამ პარტავან უხეშ ეგოცენტრულ ლომს სიტყვაზე, ხო? და მანდაც უნდა დავაკვირდეთ, ასე რომ ძალიან ბევრი კუთხით შეგვიძლია დავინახოთ ხოლმე ასციდენტი ლომი. ეს შეიძლება იყოს თბილი ადამიანი, შეიძლება იყოს ეგოცენტრული ადამიანი, შეიძლება იყოს პირდაპირი მზის კუთხით ინიციატივით პირდაპირი. მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ახლა ავდგეთ ეს გავაკეთოთ, ხო? აი რაც უფრო ასციდენტის მართველი თუ ვენერა არის, იქ არ არის, იქ უფრო ელოდება სხვის ინიციატივას ადამიანი და მზის შემთხვევაში, ანუ ლომის შემთხვევაში, აქ თვითონ არის ძალიან ინიციატივიანი ადამიანი. მზე პირველ სახშიც დაახლოებით ესე ვლინდება, ხო? ეს ეგო, ეს შინაგანი ინიციატივიანი ფსიქოტიპი სხეულზე ჩანს, გამოხატული არის ძალიან, ვერ ფარავს ადამიანი პირად ინიციატივას. შემოქმედებით იმპულსი შემოდის ასციდენტ ლომებში ხშირად ადამიანს უყვარს მაგალითად მოდი იქნება ეს ვცადოთ, ანუ ინიციატივა პლუს შემოქმედებითობა, ხო? ვარიანტებში შემოქმედებითად უყურებენ სამყაროს ზოგადად, ხო? აი ვარიანტებში მოდი ეს რო გავაკეთო, აი ჩემებურად რო გავაკეთო, ცოტა შემოქმედებითად მიუდგე. შეიძლება მარტივ რუტინაში იყოს ადამიანი, მაგრამ ამასაც ძალიან შემოქმედებითად უდგებოდეს, ხო? აი თავისი დაამატოს რაღაც, თავისებური რაღაც პეცი შესძინოს, ხო? შემოქმედება არის ლომი აქ ამ შემთხვევაში. გამოკვეთილი შეიძლება იყოს მზის ენერგიას ვიძახით, უნდა ჭკვინავდეს ესეთი ადამიანი, უნდა ანათებდეს ესეთი ადამიანი, რაღაც ყველასთან ესე არ არის. მან უკვე მერე იშლება, მაგრამ აი რაღაცას გულისხმობთ, იცით, თუ ძალიან გამოხატული არის, ანუ ლომში ყავს კიდე პლუს პლანეტები ადამიანს, ასციდენტის ლომში ყავს მაგალითად, აი უკვე რო ქალი თუ არის, რა ჭკვიალა რო არის, აი ჩასაცმელიც პრიალა უნდა იყოს და თუ უბრალოდ ასციდენტი ლომში არის, აქ შეიძლება ის სიამაყე და ეს რაღაც გამართული მხრები გამოირჩეოდეს, ხო? აი ამ მიმართულებით, ხო? მანდაც პროცენტულად უყურებთ მაგალითად. ოქროსფერი ძალიან უხდებათ, მზე ძალიან უყვართ, ძალიან მარტივად რო გითხრათ, აი თუ ასციდენტ კირჩხიბებს უფრო მთვარი შუქი არის მათი, ენერგეტიკულად ღამე არის მათი და უფრო შინაგანად კარგად გრძნობენ მთვარის ენერგიასთან. მზის ასციდენტი ლომები უფრო მზესთან არიან ჰარმონიულად, მზეს შეხვდე პირველი, მზეზე ვიყო მაგალითად, ხო? აი სითბო მისი იდენტობის ნაწილი არის ამ შემთხვევაში, ხო? ის სითბო, ის
სიმხურვალე, გრძნობებისაც, სხვათა შორის ძალიან ღიად გამოხატავენ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებსაც ასციდენტით ლომები და არ მალავენ თავის თავს გარკვეულწილად. ხო, აი ამაყად ესე გამოხატავენ თავის პერსონას, ესე რომ ვთქვათ, ახლა ინიციატივა არ არის მაგათთვის პრობლემა, იქ ხალხში გამოსვლა, სიტყვით გამოსვლა, იქ ახლა მერკური და მთელი ამბავია სანახავი, მაგრამ აი პირველად იმპულსი შეიძლება პარაჩვეულებრივი რუკა იყოს, მაგრამ ასციდენტით იყოს თევზები ან კირჩხიბი ადამიანი და უკვე აქ შეფერხება არის, ხო? და როცა არის ლომში, აქ არის ძალიან თავისუფალი ინიციატივიანი გამოსვლა. დავწყინავდე, ხო? ესეთი იმპულსი შემოდის ასციდენტ ლომში. სითბო ასევე ახასიათებს თბილი მიდგომა, აი მზე უნდა ეტყობოდეს, ხო? აქ ნუ ჰარმონიული თუ არის ეს მზე, მით უფრო ძალიან კარგი არის, ხო? ამ შემთხვევაში ადამიანი რა არის, ხო? მე როგორ გამოვხატავ ჩემ თავს და მზის ასპექტები მაჩვენებს კონსტრუქციულად თუ დესტრუქციულად, ხო? ამასაც ან მე მუშაობთ იმ დესტრუქციულ ასპექტებზე, მაგალითად რას ვაკეთებ არასწორად, ხო? ეხლა შემდგომი ასციდენტი ქალწული ძალიან განსხვავდება ასციდენტი ლომისგან. ქალწული არის ძალიან გავს, იცით, ტყუპები, ვითომ მერკური არის და იქაც არის ინტელექტუალური გარეგნობა, ჭკვიანი თვალები მაგალითად, მაგრამ ქალწული არის უფრო მშვიდი ტყუპებისგან განსხვავებით. ტყუპებიცაც არა არის. ქალწული მშვიდი არის. ზოგჯერ გაყინული სახე იძახიან ხოლმე. სიამდილეში ეს არის მშვიდი, დაფიქსირებული, დაკვირვებული გარეგნობა. მაგალითისთვის ახლა კიანუ რივზი რო არის მსახიობი, მას ყავს ასციდენტი ქალწულში. და აი რო აგიხსნათ ფსიქოტიპი, მაგალითად, ასციდენტი ქალწულის, აი ეს არის გაყინული, თითქოს 7 ნაკლებად მიმიკები რო იცვლებოდეს, ხო? და აქ მერკურის ენერგია არის, აქ არის ჭკვიანური გამოხედვა, აქ არის ცოტა ინტელექტუალური დაკვირვება, მაგალითად დეტალებზე ორიენტირება, სისუფთავისკენ მიდრეკილება შეიძლება იყოს. აქ სისუფთავი ახლა ყველას ახასიათებს, აქ სხვადასხვა სისუფთავეზე არის საუბარი, მოწესრიგებული უნდა იყოს ძალიან დეტალურად ადამიანი, ხო? უნდა იყოს აი ვიზუალურადაც აი ყველაფერი დალაგებული მაქვს. გარეგნობის კუთხით სიმპათიური გარეგნობა ხა ყველას აქვს, ლამაზი და ულამაზო ყველგან შეიძლება იყოს და აღქმაც არის ინდივიდუალური ამაზე, მაგრამ აი ძალიან დახვეწილი ლამაზი ნაკვთები შეიძლება იყოს, ძალიან აი სიმეტრიული გარეგნობა, ხო, მაგალითად ასციდენტი ქალწულის შემთხვევაში. და მე მომწონს მათი სიმშვიდე, სხვათა შორის ვიზუალური სიმშვიდე. აი ლომი თუ არის ძალიან ბევრი ემოციები, ამოფრქვევა ამ ემოციების, კირჩხიბი თუ არის, ეს შინაგანად ბრუნდება ეს ემოციები, ხო? ქალწული უბრალოდ შვიდი არის. იყურებს, არ შეგენთ არ არის ისეთი, ხაი გააჩნია თუ არა პლუტონი თუ არის ერთად მთელი რუკა მე ცალკეა, მაგრამ თვითონ არის ვიზუალურად გამოხატულად ძალიან მშვიდი, პრაგმატული და ამიტომ ეს არ არის თხის-რქის სიმშვიდე, ხო, ეს არის პრაგმატული სიმშვიდე, ეს არის დამკვირვებელი ადამიანი, რომელიც აკვირდება და სწავლობს სამყაროს, ხო, სადღაც ეს მერკურიანული ენერგია არის აქ გარკვეულწილად, ხო? ძალიან კარგად შეიძლება გამოხატოს ანალიტიკურ სფეროში, ანუ მისი პირდაპირ იმიჯი არის, რომ მე რაღაცებს უნდა ვაკვირდებოდე, მე რაღაცებს უნდა ვალაგებდე, მაგალითად, იქ ცხოვრებას ვალაგებდე ვიღაცების, მაგალითად, ან აი ინტელექტუალურად ვცდილობ ყველაფერში გავერკვე, ხო? აი თუ შემოქმედებითია ასციდენტი ლომი, თუ გრძნობადია ასციდენტი კირჩხიბი, თუ მოქმედებადია ასციდენტი ვერძი, მაგალითად, ხო? აი აქ უფრო ანალიტიკური არის ასციდენტი ქალწული, უფრო დამკვირვებელი, მაგალითად, ხო? უფრო აი რო შეისწავლის და მე ნელა მეთოდურად დაალაგებს გარკვეულწილად, ხო? აი ეს იმიჯი ძალიან გამოხატული არის ხოლმე, იქ მე მერკურს უყურებთ, სად არის რომ მდებარეობაში არის მერკური და იდენტობა ადამიანის არის მერკურული. ოღონდ ტყუპებში ასციდენტი ეს არის მერკური ანალიზა ინტელექტუალური კომუნიკაციაში, რომელიც გამოიხატება, მაგრამ ასციდენტი ქალწული ეს არის უფრო შემსწავლელი ფსიქოტიპი, რომ შევისწავლი დეტალებს, შევისწავლი ადამიანს უყურებ და აი გონებრივად ვარჩევ, მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ჩემი თავი გამოვხატო ლოგიკურად, დასაბუთებულად, პრაგმატულად, ხო? აი ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე, იმიტომ რომ მერკურს ახლა აქ ემოციებთან არასებრი არის საქმე, ეს არის ინტელექტის უფთა გონება
სუფთა ანალიტიკა, მათემატიკურ დონეზე ანალიტიკა, ხო? ტყუპები თუ არის ჩვენთან კომუნიკაბელური ანალიტიკა, მათემატიკური ანალიტიკა არის უფრო ქალწულის ენერგია, ხო? როცა მე დეტალურად შემიძლია რაღაცები შევისწავლო. ეს არის უფრო ასციდენტი ქალწულის გამოხატულება. სხვათა შორის ასციდენტ ქალწულებში შეიძლება იყოს ესე ფსიქოტიპით, ხო, სხვათა შორის ასციდენტი ცოტა იმ ფიზიკურ მონაცემებსაც აჩვენებს ადამიანს, ხო, ამტანობა მაგალითად როგორი აქვს ორგანიზმს, პოტენციურად მიუხედავად მთელ რუკაში არის პოტენციური ჯანმრთელობის თემატიკა, მაგრამ ასციდენტ ქალწულებს შეიძლება პოტენციურად კონდეთ ან ცოტა კუჭაწყლავის პრობლემები მაგალითად შეიძლება ხა როგორც ასციდენტულობა შეიძლება გულთან დაკავშირებული პრობლემები კონდეთ ხერხემალთან დაკავშირებული ზურგი უფრო, ხო? და ასციდენტ კირჩხიბებს შეიძლება იქან რეპროდუქციული თემა, ან ფსიქოლოგიური, ფსიქოსომატიკას რო ვეძახით, მაგრამ ასციდენტ ქალწულებს უფრო შეიძლება ახასიათებდეთ ან კუჭნაწლავის თემა, მაგალითად, ან საკვებთან დაკავშირებით მოეთხოვებოდეთ უფრო აი სწორი კვება, სწორი რეჟიმი, მათ ფიზიკურობას, მათ სხეულს ძალიან უხდებათ რეჟიმი, სწორი კვება, ეს მათი ეს არის ხო პირდაპირ ფიზიკური სხეულის გამაჯანსაღებელი იმუნური სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამ რეჟიმებში დალაგებული, როცა აქვს გრაფიკის, სწორი ძილი და ეს ყველაფერი ხა ყველასთვის კარგია ეს, მაგრამ ასციდენტ ქალწულისთვის განსაკუთრებით შეიძლება ეს მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ ქალწული ჯანმრთელობას მართავს, რუტინას მართავს, ყოველდღიურ სწორი კვება, საათობრივად, ვარჯიში ეს მათ ვიზუალურ მხარეს ბევრად აუმჯობესებს, ესე რომ ვთქვათ, ხო, მაგ არის მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება ასციდენტის სასწორებს, ასციდენტის სასწორში ეს უკვე ისე ვენერას ენერგია არის, ჩვენ ასციდენტ კუროზე ვისაუბრეთ და ასციდენტის სასწორში ასევე ვენერა არის მართველი, ოღონდ აქ უკვე კურო თუ იყო ნატურალური ვიზუალური მხარე, ეს არის ძალიან ბუნებრივი გარეგნობა. სასწორი უკვე განსხვავდება. სასწორი არის უკვე შარმი, სილამაზე, ოღონდ უკვე ცით როგორი დახვეწილი, აი მანერებში რო არის ეს უკვე გამჯდარი. სასწორი ჩვენთან მართავს აი უფრო უმაღლესი გაგებით, მაგალითად, ქალური მომხიბლელობა სასწორი არის, ოღონდ როგორი ცით, აი ცოტა ისე ხერხლად ვიტყვი, აი ელიტას მართავს სასწორი ჩვენთან. აი თუ არის კუროს ენერგია ბუნებრივი სილამაზე შეღებვის გარეშე მოუვლელი ველური სილამაზე ეს არის კურო და სასწორი არის მოვლილი დამარცხნილი სერიოზულად გატარებული ყველაფერში ეს სილამაზე აი ესე მარტივად რა გიხსნათ ხო მაღალ ელიტას მართავს შენთან სასწორი ელიტარული მოდა მაგალითად სასწორული ენერგია არის და ასციდენტით სასწორებს შეიძლება ძალიან ხიბლავდეთ აი არისტოკრატული მანერები შეიძლება იყოს მათთვის დამახასიათებელი მიუხედავად იმისა რომ ასციდენტი კუროებსაც ახასიათებს ეს ახაც ისეთი ლამაზი მიხრა-მოხრა მაგრამ სასწორში ასციდენტი უფრო უკვე ცოტა დახვეწილობა, როგორ იცით, აი კულტურული დახვეწილობა უკვე, არაველური ლამაზი ბუნებრიობა, არამედ უკვე კულტურული დახვეწილი, არისტოკრატული მანერები ზოგს შეიძლება ქონდეთ, ან უბრალოდ ძალიან მშვიდობიანად, აი საზღვრების დაცვით, სასწორი ჩვენთან უფრო საზღვრების დაცვა. კურო თუ არის მშვიდობიანობა, რა იმეს უბრალოდ ისმენ, უბრალოდ კეთილად ვავლენ შენთან თავს, სასწორი ეს არის უკვე კულტურულობა. მე კულტურულად ვავლენ შენთან თავს, მე დახვეწილი ვარ, მე არ ვიბრძვი, არ ვჩხუბობ, ან არ ვარ ესეთი აგრესიული ინიციატივიანი ადამიანი, რომ აი მაგალითად რომ დაგირეკო რომ მოდი ახლა დროზე შევხვდეთ სიტყვაზე თუნდაც მეგობრულ თემაში ნაკლებად უფრო აი პასიურად უფრო აი დროს შეარჩევს დარეკვისთვის ცოტა ესე მიმართავს ადამიანს მაგალითად ხო აი ხوار შეგაწუხე ახლა რომ დაგირეკე სიტყვაზე ხო ასციდენტი ვერძისგან განსხვავებით ანუ აქ არის საზღვრების ძლიერი დაცვა აქ არის დაფიქრება, რომ სხვა ადამიანთან მაგალითად ეს კულტურა ხმე ძალიან კარგ მართლზე ვლაპარაკობ, აქ ყველაზე კარგი გაგებით, თუმცა ყველა ასციდენტ სასწორს ეს შეიძლება
კონდეს ახლა მე რასაც ვამბობ, შეგრძნებაში რომ ძალიან ახლოს იყოს მათთან, ხო? მიუხედავად იმისა, სადაც შეიძლება ეს მორიელში ეს ვენერა და იქ გაიცლება ბევრი რამე, მაგრამ მაინც დახვეწილი მანერები, შეიძლება სხეულით ძალიან დახვეწილი და ლამაზი თითები ვამბობთ ხოლმე, ლამაზი კანი შეიძლება იყოს ვენერა სტრუქტურა შემოდის, ხო, აქ და მაინც უფრო მომოლოდინე პასიური ტიპები არიან, გააჩნიათ მარსიც, ყველაფერი, მაგრამ აი ლამაზად შეფუთავს ამას დაკორვებით, ხო? არ იქნება ისე, რომ ვიღაცა შეუვარდეს, მაგალითად, ხო რა. ესე პირად ურთიერთთან თუნდაც სუფრაზე რო ზივართ, ასციდენტის ასწორი ძალიან დახვეწილი, მანერული არის, ძალიან ესე ურთიერთობაზე ორიენტირებული, ხო? მას უნდა ურთიერთობები იყოს ძალიან ჰარმონიული, ხო? კულტურულად მიმართავს ხალხს, რაც არ უნდა მძიმე რუკა კონდეს სიტყვაზე, ხო? მაინც ეს პირველადი ენერგია სასწორის ესე გამოიხატება, ხო? დახვეწილობა, საზღვრების დაცვა, ლამაზი მიხრა-მოხრა მაგალითად მონაცემებში ფიზიკურად და ამავე დროს შარმი დაკრავთ რაღაცა სხვანაირი, ხო? ასციდენტზე ან პირველ სახში ვენერაც მსგავსად მუშაობს დაახლოებით, ეს არის კომფორტული ადამიანი მაგალითად ან პირად ურთიერთობებზე ორიენტირებული და აი თვითონ ასციდენტის სასწორი ან ვენერა მაგალითად ასციდენტზე ამ ადამიანის იდენტობის ნაწილი არის პარტნიორული ურთიერთობა, ეს იქნება პირადი თუ საქმიანი ურთიერთობები, ან ჩემი იდენტობა არის, რომ მე უნდა გამოვხატო საზოგადოებაში ჩემი თავი, ხო? საზოგადოებაში მჭირდება რეალიზება საკუთარი თავის. აი ეს თემატიკა შეიძლება გქონდეთ, ხო? აქტუალური. ასევე ხო გეუბნებით ფიზიკური მონაცემებიც, ეს არის ლამაზი მიხრა-მოხრა, კანის სტრუქტურა სასიამოვნო, ვიზუალური მხარე სასიამოვნო და ქალური ნაკვთები, რაც ახლა ასციდენტით სასწორი მამაკაცი ვერ იქნება აი ესეთი მამაკაცური, როგორც და უხეში ნაკვთები და ეს ბრუტალური ვიზუალით ნაკლებად, უფრო ნაზი, უფრო ჰარმონიული ვიზუალი შეიძლება გქონდეს, ხო? ალენ დელონზეც თქვი წინაზე, ასციდენტით სასწორი იყო, სელენა სასწორი იყო სხვათაშორის, მაგრამ მაინც ხო მე როგორც მახსოვს ასციდენტის სასწორში ყავდა და ნუ თუ არ არის და სელენა სასწორის ენერგია მაინც ძალიან გამოხატული ექნებოდა. ანუ ზოგადად სასწორის ენერგია ესეთი შეიძლება ასციდენტი არ იყოს სასწორი და ბევრი სხვა პლანეტები ყავდეს სასწორში და იგრძნოს ძალიან თავი, მაგრამ ასციდენტი ცოტა სხვა არის. ასციდენტი პირდაპირ ის სახის ნაკვთები, კანის სტრუქტურა, მიხრა-მოხრა, სიარულის მანერა, ხო? ეს ყველაფერი ასციდენტი არის, აი პირდაპირ ფიზიკური მონაცემები, ხო, ესე რომ ვთქვათ. ასციდენტი მორიელში, აი ეს ბრუტალური თემა რო ახსენე, შეიძლება ძალიან გამოხატული იყოს ასციდენტ მორიელზე. ყველაზე მთავარი, რითი შეგვიძლია ხოლმე ჩვენ დავინახოთ, ახლა ასციდენტი რომელ ნიშანში შეიძლება ყავდეს ადამიანს, ხო? აი თუ არის მაგნეტური, აი ესეთი ძლიერი ენერგეტიკული ვიზუალი, აი რომ შემოგხედავს და გაგაქვავებს, რომ ამბობენ ხოლმე, ან თვალები კონდეს მაგნიტური რაღაცნაირად, ხო? აი კონდეს ესეთი ვიზუალი, ცოტა აი ზოგს აქვს ხოლმე პლუტონის ასციდენტზე ესე იცი, ცოტა რომ შეგაშინებს, ან გაფრთხობს, ან გისიდავს, ხო, ცოტა მაგიური ვიზუალი აქვს ხოლმე ასციდენტ მორიელებს, ცოტა ზოგისთვის შეიძლება უსიამოვნო იყოს, იმ კუთხით რომ შეიძლება იყოს ზუსტად ეს რომ სულში გიყურებს ადამიანი ზედმეტად, სხვა შორის პირველი სახლის მმართველი მერვე სახლში ვარი, აქაც შეიძლება ესეთი რაღაც გამოვლინდეს, რომ აი ძალიან ესეთი შარმი აქვს მორიელური ადამიანს, ხო? მაგრამ თვითონ ასციდენტი მორიელში გვაჩვენებს, რომ ადამიანს რაღაც მაგნიტური შარმი აქვს, მაგნეტური, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი შარმი გიყურებს თვალებში და იყურება შენ სულში, ესეთი განცდა გქონდეს. გქონდეს განცდა ასევე, რომ ახდენს უბრალოდ თავისი ენერგეტიკით შენზე ზემოქმედებას, აი რომ შემოდის უკვე ძლიერი ვიბრაცია შემოდის, მაგალითად, ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ აი ის რომ ყველაზე ესეთ ვერსიას გეუბნებით, მაგრამ რასპუტინს ასციდენტი მორიელში ყავდაო და სხვადასხვა რო ვუყურებთ ხოლმე და ცოტა ესეთი მომნუსხველი, ჯადოქარი ვიზუალი აქვს, ვიცით ხოლმე რა ასციდენტი მორიელში არის.
აი ესეთ რაღაცებში ძალიან ეხლა ყველა ესე არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სხვას ასიდენტი მორიელში, მაგრამ ესეთი ძლიერი ენერგეტიკული ვიბრაცია უნდა დაკრავდეს, ხო? რა თქოს სიღრმეში გიყურებს, თითქოს მომნოსხველი არის ადამიანი, თითქოს აი პირდაპირ ესე ველით მოქმედებს გარემოზე, ხო? სადღაც, იმიტომ რომ ის მართველი არის პლუტონი. და პლუტონური ენერგია იგრძნობა ყველგან. ეს არ არის ენერგია, რომელსაც ადამიანი პლუტონიანელი არის ფაქტიურად, ის არის შინაგანად ძლიერი ენერგეტიკული ველის მქონე, ესე ვიწახით და თუ არის ასციდენტი აქ მორიელში და პლუტონი ყავს ადამიანს ასევე მორიელში, ეხა იმ თაობას ხო, სადაც დიდი ხანი მიდიოდა ასციდენტი მორიელში, მაგალითად ეს უკვე ნიშნავს, რომ ასე იგი მე ვარ პლუტონიანელი და მეშვიდე სახლი ხო არის პარტნიორები, ისინი პარტნიორები მოდიან ვენერას ტიპაჟები. ხო? აი ვისაც ასციდენტიკურო აქვს, წინასწარ ეს გითხარით, რომ მე ვენერა ვარ და ჩემი პარტნიორები პლუტონიანელები არიან. ჩემზე ძლიერები არიან პლუტონური აღქმით, ხო? ესეთი აღქმა აქვს. მაგრამ როცა მე ვარ ასციდენტიკურო, მე მიმაჩნია, რომ ჩემს წინ ვინც არიან, ისინი ცოტა სუსტები არიან, ან ცოტა ნაზები არიან, ან ცოტა პასიურები არიან, მე ვარ დრაივერი, მე ვარ ინიციატივიანი, ხა სადღაც, ხო? აი პარტნიორულ ურთიერთობაში, ცოლქმრობაში, პლუტონიანელი, ანუ პირველი სახლის მმართველი, ვისაც პლუტონი ყავს, აქვთ განცდა ხოლმე, რომ აი ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით, რომ მე სუსტი ვარ და მე ძლიერი ვარ და პარტნიორი სუსტია სადღაც, ხო, მათ აღქმაში ესე არის. ან მე უფრო ინიციატივიანი ვარ, მე უფრო რისკიანი ვარ, მე უფრო ფოკუსირებული ვარ მიზნებზე და პარტნიორი სუსტი არის, პასიური არის, სადღაც ეს მათი აღქმა. თუ არის კაცისთვის ასციდენტი მორიელში, ეს კარგი მდებარეობა იმ კუთხით, რომ ჩემი მეუღლე ან ჩემი პარტნიორები ვენერას ტიპაჟები არიან, ხო, სადღაც უფრო ქალური ენერგია, უფრო შარმი, უფრო ან მე უკვე უპირატესი ვარ მასზე ენერგეტიკული სტრუქტურით. და ხა ქალთან როცა არის, ქალს აქ განცდა უპირატესობის, ეს ცოტა რთული თემა არის, ხა. კაცი როცა არის ასციდენტით კუროთი და პარტნიორის კომბინაცია ასციდენტი, დესცენდენტი არის მორიელში, ну ის განცდა არის, რომ მეუღლე პლუტონიანელი არის, ხო, გარკვეულწილად ის უფრო ენერგეტიკულად ძლიერი არის, ან ესეთი ინიციატივიანი არის, ხო? აი ცოტა მამაკაცურ ენერგიაში შემოდის და მე ქალურ ენერგიაში ვარ, შეიძლება ეს აღქმა იყოს შინაგანი, ხო? აი ეს ასტროლოგიურად ესეთ კომბინაციებს უყურებთ აქ. და პლუტონიანელი ეს არის, რომ მე ვარ დრაივერი, მე ფარულად მოქმედებ, მე არ ვავლენ ბოლომდე ჩემ თავს, როგორი ვარ, მშვიდად გიყურებთ და უკვე მოქმედებ თქვენზე. ესეთი განცდა არის. მან ვიყურებთ მე უკვე პლუტონს, ხო, ვისაც უფრო მორიელში ყავდა პლუტონი. მან ვამბობთ, რომ ადამიანი, ახლა ჩემი თაობა, მე 81-იანი ვარ. მაგ პერიოდში კარგ ახანს იყო მაინც პლუტონი სასწორში. და მაგ თაობაში ასციდენტით მორიელი ვინც იყო, ხო, მათი პლუტონი იყო სასწორში. არ არის ძლიერი მდებარეობა, პირიქით სუსტი მდებარეობა. და მან შეიძლება იყოს, რომ ჩემი იდენტობა არის პლუტონური, მაგრამ ვერ ყევი სადღაც, ხო? აი ბოლომდე უფრო ვერ ვიყენებ ამ ძალას, ხო, უხეშ ძალას, მაინც ჩემი ძალა არის რამდენად სხვებთან შეთანხმებული ვარ, ხო, რამდენად სხვებთან ჩართული ვარ. და შემდეგ რო გადავიდა პლუტონი მორიელში, ეს თაობა რომელ პერიოდში იყო, ჩემ შემდგომი თაობა იყო, მათ ჰქონდათ, მათ უკვე ჩემი იდენტობა ძალიან ძლიერი არის, ხო, პლუტონიანელი ვარ უკვე მთელი დიდი ოქტავით, ესე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ის პერიოდი ასციდენტი მორიელები განსაკუთრებით ვინ არის პიროვნება ძლიერი არის, ხო, მართველი, როცა დომინანტურ ნიშანში ჩდება. და შესაბამისად ესეთი ადამიანები ძლიერ ახდენენ ზემოქმედებას. ახლა რო აგიხსნათ პლუტონის ენერგია, ხო? მაგალითად, ტრამპს არ აქვს პლუტონი აქტიურად ჩართული პირად რუკაში. პუტინს აქვს. და პუტინსთან შამთვარესთან ერთად აქვს პლუტონი ჩართული. შესაბამისად, განცდადობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქეთაც არ არის ახლა ძალიან ძლიერ პოზიციაში, ხო, მაინც ეს პუტინი მაინც ენერგეტიკულ დონეზე პლუტონიანელი არის უფრო რა ქვია ამ კაცკაცო პუტინი ამერია. პუტინი და უფრო ძლიერი იქნება ენერგეტიკულად. ანუ უფრო შეიძლება მოატყუოს, უფრო ზეგავლენა მოახდინოს. ანუ არ არის ტრამპი ისეთი ენერგეტიკის, რომ ვინმეზე მანიპულირება მოახდინოს, ხო?
სუსტი ენერგეტიკული ველი, ის უფრო ურანელი არის, ხო? ურანი არის, აი დღეს ერთი ვარ, ხვალ სხვანაირი ვარ, ყოველ წამს ვცვლი გეგმებს მაგალითად და ბოლომდე არ ვიცი რა მინდა. და ხო, ურანელი გაცილებით უფრო სუსტი არის, ვიდრე პლუტონიანელი. ხო, პლუტონიანელი ძალიან დიდხანს ითმეს, ძალიან მანიპულირებადი არის, მაგალითად ფსიქოტიპი რო აგიხსნათ, ხო, სადღაც. ხო, და როცა არის პლუტონი თან ასციდენტის დონეზე, ეს უკვე მართველი პლუტონიერი, ანუ ადამიანი სულ არ იყოს იქ ჩართული პლუტონი, ადამიანი პლუტონიანელი არის, უკვე ის ძლიერი არის, ხო? ის მას აქვს განცდა, რომ შეუძლია მანიპულირება, ზემოქმედება სხვებზე მაგალითად, ან რაღაც შინაგანად რაღაცა თუ ძალიან მინდა, მე შემიძლია გავჭედო ამაზე, ობსესური ტიპი ვიყო, ხო? ბევრი ხანი აი ერთი და იგივე ვატრიალო დიდხანს, მაგალითად ენერგია შევქმნა რაღაცაზე, ხო? შესაბამისად ეს ენერგია შეკრული უკვე გამოხატავს თავის თავს ძლიერად, ხო? და ურანელი, როცა ფოკუსს ვერ აკეთებს და უფრო ქაოსში შეუძლია რაღაც სწრაფ იდეებში რაღაც დაიჭიროს, ნუ შედარებით პლუტონიანელისთვის სუსტი არის ეს მინდო და აქ მეთქვა, ხო, მთავარი. გავჩერდები, შემდეგ შემოგთავაზებთ უკვე დანარჩენს ასციდენტის ნიშნებს. მე მგონია რომ საინტერესო გამოგივიდათ, ეხლა ძალიანაც არ მინდა რომ გავაგრძელო. ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, ველოდები ლაიქებს, რომ გააქტიურდეს უფრო ეს YouTube არხი, უფრო სხვებმაც რომ გაიცნონ ეს ვიდეოები. იმიტომ რომ მაინც ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად ძალიან ისეთი რეკლამები არ ჩავრთო. არ შეუვარდე ვინმეს ესე რომ ვთქვა, აქეთ თუ მოვიდნენ, მაგრამ თქვენი აქტიურობაც ძალიან დაეხმარება ამ არხს, ხო და მადლობელიც დაგრჩებით. მოკლედ ესე, დანარჩენ ვიდეოებს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ, დროებით მაშინ.